ქრონიკა დღეს დაინტერესდა, როგორია სახელმწიფო პოლიტიკა ფსიქიკური აშლილობის მქონე ადამიანების მიმართ. თემა ბოლოდროინდელმა ტრაგიკულმა მოვლენებმა გაააქტიურა. დასავლეთ საქართველოში ზედიზედ 2 მკვლელობა მოხდა. ორივეში წინასწარი მონაცემებით ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანები ფიგურირებდნენ. სამტრედიის რაიონის სოფელ ჩხენიში 4 წლის ბავშვი ოჯახის ნათესავმა მოკლა. ზუგდიდის რაიონის სოფელ კახაჩი კი 70 წლის მამაკაცი საკუთარი შვილის მსხვერპლი გახდა. საქმე ორივე ფაქტზე განზრახ მკვლელობის მუხლით აღიძრა. ქეთი ბრაჭული მკვლელობათა ქრონიკით. მიყავს ხელმოგიდებული ბავშვი. ინდოდა რომ ბავშვი როგორმე დაებრუნებია სახლში, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ ქნა მაინც წაიყვან. მეზობლები იმ დღეს იხსენებენ, როდესაც 4 წლის ლიზი შენგელია უკანასკნელად ნახეს. მაშინ მამიდამ მცირეწლოვანი საკუთარ სახლში წაიყვანა. რამდენიმე საათში კი ბავშვი ამ საწოლში გარდაცვლილი იპოვეს. დამირეკა ტელეფონზე რომ დროზეო მოდი შენი შვილი არ არისო. რა დაემართათქო. ზიამითხრა დავაწვინეო და რომ მივედიო ავაკითხები ოთახში რომ მივედი მკვდარი დამხტაო. სრულიად ჯამთელი ბაღში დადიოდა ბავშვისთვის არაფერი საერთოდ არ შემიტყვია. ისეთი ბავშვი იყო მერცხალივით. ჩემი შვილი არაა შიგნით. ბავშვის გარდაცვალების მიზეზების დასადგენად მცირეწლოვანს ექსპერტიზა ჩაუტარდა. თუმცა ვიდრე სასამართლოს პასუხი იქნებოდა მამიდამ 4 წლის ლიზის მკვლელობა აღიარა და გამოძიებას უთხრა, რომ მცირეწლოვანი ბალიშით გაგუდა. გაბოროტებული იყო მისი ბავშვის სიკვდილის მერე, რომ ისაო რა ქვია, იძახო და ახალ წლამდე ვიღაცა უნდა მოუკლა. ბრალდებულ მამიდას ფსიქიკური აშლილობის დიაგნოზი ლიზის მკვლელობის შემდეგ დაუსვეს. ვიდრე მას კლინიკაში გადაიყვანდნენ, იგივე დიაგნოზით სხვა პაციენტი ფსიქიატრიულიდან გაწერეს. თბილისიდან ზუგდიდში დაბრუნების შემდეგ ახალგაზრდა მამაკაცმა საკუთარი მამა სასხლავი მაკრატლით აჩეხა. უცხოელ ღამით მოხდა ტრაგედია კვარაცხელების ოჯახში, გუშინ ღამით ჩაარტყა შეშათავში, მე შეიყვანა ბაზანაში, მაკრატლით გამოჭრა ყელი. ბრალდებულმა დანაშაული ამ შემთხვევაშიც აღიარა. გამოძიება ამ შემთხვევაშიც განზრახ მკვლელობის ფაქტზე აღიძრა. ორი ბრალდებული ერთნაირი სიმძიმის მუხლითა და ერთნაირი დიაგნოზით საზოგადოებას მოაცილეს. თუმცა რატომ არ მოხერხდა მათი განრიდება დიაგნოზის დასმისთანავე, ჩვენ ამ კითხვით ჯანდაცვის სამინისტროს მივმართეთ. ჩვენი მიმართულებაა, რომ არ შეიძლება ვთქვათ პაციენტი იყოს მუდმივად სტაციონარში, რადგან პაციენტი კარგავს შესაბამის უნარჩვენებებს, რომლის საზოგადოებაში ინტეგრაცია მერე რთულდება. ფსიქიკური პრობლემების მქონე სახლში გაწერილ პაციენტებზე მედიკოსთა მონიტორინგი დაწესდება. ასეთია ჯანდაცვის სამინისტროს ახალი სტრატეგია, რომელიც უწყების აზრით პაციენტების უფლებებსაც დაიცავს და საზოგადოების უსაფრთხოებასაც უზრუნველყოფს.